კარგით, თქვენ ნახეთ მთავარი სურათი. ისლამ მახაჩევი, ილიას წინააღმდეგ. ეს ბრძოლა განიხილება. მე გეტყვით, რომ ეს ბრძოლა მოხდება. ვიცი, ახალხან გადავიღე ვიდეო, სადაც ვამბობდი, რომ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდა. რადგან ჯასტინ გეიჯი დროებითი ჩემპიონი უნდა ეჩხუბოს ილიას დაუმარცხებელ ჩემპიონს. ასე უნდა მოხდეს. მაგრამ, როგორც ვიცით, ახლობდება თეთრი სახლის ქარდი. ეს უკვე კარს მომდგარია. დანა უაითი ახლაც კი ზის და ადგენს ამ ქარდს. სურათს, რომ ეს იყოს ყველაზე დიდი საბრძოლო საღამო და ღონისძიება. ეს არის ერთადერთი და განუმეორებელი მოვლენა, რაღაც ისეთი, რაც აღარასოდეს მოხდება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება ყველაზე ყურებადი UFC-ის ივენთი ისტორიაში. და რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს. ვერ გამართავ ივენთს თეთრ სახლში ისე, რომ ქარდმა ყველაფერი არ დაანგრიოს. მან უნდა გაამართლოს და აუცილებლად გაამართლებს. ისინი შეკრავენ ბრძოლების ისეთ საოცარ საღამოს, როგორც ჩვენ, ფანებს, ვერც კი წარმოგვიდგენია. და ჩემი მოგზალებული აზრით, ახლა არ არსებობს იმას დიდი ბრძოლა, ვიდრე ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას წინააღმდეგ. დიახ, მე მომწონს ეს იდეა. ვიცი, რომ MMA-ის ფანებს ეს ბრძოლა სურთ. მე მზად ვარ. ვიცი, რომ ჯასტინი დროებითი ჩემპიონია. ილია კი დაუმარცხებელი და ეს ბრძოლა უნდა შედგეს. ნამდვილად უნდა შედგეს. მაგრამ ეს არის შანსი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ეს მოხდება თეთრი სახლის გაზონზე. პრეზიდენტი ტრამპი იქ იქნება. მთელი მსოფლიო ამას უყურებს. ეს ფაქტია. მილიარდობით ადამიანი იქნება ეკრანებთან, ასე რომ სამწუხაროდ ამ სიტუაციაში ჯასტინ გეიჯის მოცდა მოუწევს. რადგან ერთ მხარეს გვყავს ისლამ მახაჩევი, კაცი, რომლის რეკორდი 28-1-ზეა, 2 წონის ჩემპიონი. მან მსუბუქწონაში დომინირება მოახდინა და საუკეთესო მსუბუქწონოსანია, რაც კი ამ სპორტს უნახავს. დიახ, კონორი უფრო დიდი ვარსკვლავი იყო. ხაბიბი კულტურული ხატი, მაგრამ ქაღალდზე ისლამმა ქამარი 4ჯერ დაიცვა, მეტჯერ ვიდრე სხვებმა. მერე ავიდა შემდეგ წონაში, შეხვდა მადალენას და გადაუარა. ეს მარტივად აჩვენა. პატივისცემით ჯეკის მიმართ, მაგრამ ისლამი უაღრესად დომინანტი 2 წონის ჩემპიონია. მეორე მხარეს კი ყავს ილია თოფურია. კონორზე თუ საუბრობთ, მან ზუსტად იგივე იქნა. გადაუარა ქვენ მსუბუქწონას. ნოკაუტში ჩააგდო ჩემპიონი ვოლკანოვსკი და ეს ადვილად გამოაჩინა. მერე ისევ ავიდა წონაში, შეხვდა ჩარლზ ოლივეირას, დააგდო, კრუზიფიქსში მოაქცია და გათიშა. ის 2 წონის ჩემპიონი გახდა. მომხდარა ეს ოდესმე? ვინახავს 2 წონის ჩემპიონი, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან თავიანთ პრაიმში. ან გონია, ყოველ შემთხვევაში ასეთ დონეზე არასოდეს მომხდარა. ასე რომ, ეს მართლაც უნიკალური მოვლენა იქნება სპორტის ისტორიაში. ყველა მებრძოლი, ვინც პენსიაზეა, ვინც პენსიის პირასაა, ვინც მწვერვალზეა, ყველა ხელს წევს და ამბობს, მე მინდა ჩხუბი თეთრი სახლის ქარდზე. ყავს მასვიდალი, რომელიც კონორს იწვევს. ყავს ტომას პინალი, ჯონ ჯონსი, რომელმაც თქვა, რადგან დაუბრუნდი, ჩამსვი თეთრი სახლის ქარდზეო. ჩენდლერიც იგივე სიტყავს. ეს ქარდი იქნება სანახაობრივი და ჩვენ ყველანი მას ვუყურებთ. სავარაუდოდ ის უფასოც კი იქნება. მაგრამ ეს ბრძოლა, ისლამი ილიას წინააღმდეგ, ჯერა რომ ყველაზე დიდია. რა თქმა უნდა, ყავს პერეირა, ალბათ სირილ განის წინააღმდეგ. მაგრამ არის ამაზე დიდი ბრძოლა? ჯონ ჯონსზე კი ვერ დაეყრდნობი, რადგან თქვა, რომ მწვავე ართრიტი აქვს და სპორტიდან მიდის, რომ შვილებთან თამაში შეძლოს. ვერ დაადანაშაულებ. ეს სპორტი თავის კვალს ტოვებს. თუ პენსიაზე მიდიხარ, წადი. დიდებული კარიერა გქონდა. ერთ-ერთი საუკეთესო ხარ. უბრალოდ ნუღარ აანონსებ დაბრუნებას. მოკლედ, გადავიდეთ მთავარზე. თოფურია მახაჩევის წინააღმდეგ. ბევრს აქვს სათქმელი, ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოვიდა და გააფრთხილა თოფურია. მისმინე, შენ ამისთვის მზად არ ხარ. არ გინდა 170 ფუტში ასვლა და ისლამთან ჩხუბიო. თქვა, რომ ილია კარგად ლაპარაკობს და კარგად ჩხუბობს, მაგრამ ისლამთან წარე გაკვეთილს მიიღებსო და ის ერთადერთი რუსი არ არის, ვინც ამაზე ლაპარაკობს. შარაბულეტი გამოვიდა და თქვა, ილია თავისთავად კარგი მებრძოლია, მაგრამ ნახეთ როგორ მივიდა ქამრამდე. 4-5 საეჭვო მეტოქე ჰყავდა, ხოლო როცა სერიოზულ ხალხს შეხვდა, ისინი უკვე დაღლილები იყვნენ. ოლივეირა, ჰოლოვეი და ვოლკანოვსკი ძველებურ დონეზე აღარ იყვნენო. მე აქ არ ვეთანხმები. ვერ იტყვი, რომ მაქს ჰოლოვეი საუკეთესო დღეები უკან დარჩა. მან შარშან გეიჯი დაანოკაუტა. ვერც ილიას წარმატებას წაშლი ასე მარტივად. როცა ის ავიდა 155 ფუნტში ოლივეირას წინააღმდეგ, ეს არ იყო მხოლოდ ერთი დარტყმა. მან მთელი ბრძოლა აკონტროლა. როცა უყურებ რა უკნა ოლივეირამ გამროც ბრაზილიაში, სცადეთ და უთხარით ჩარლზ, რომ ის ჩამოწერელია. მან ილიამდე ყველას გადაუარა. ილიამ კი მას ადვილად აჯობა. იქნება ეს მთავარი ბრძოლა. არ ვიცი. გეიჯისთვის საწყენია? რა თქმა უნდა. ისიც ლეგენდაა. პენსიის პირასაა და პედისთან დიდი ბრძოლა აჩვენა. ის უნდა იყოს შემდეგი, მაგრამ ასეთ უნიკალურ ვითარებაში ეს გამონაკლისია. საუბარია თეთრი სახლის მთავარ ბრძოლაზე. ვინმეს აინტერესებს რუსი ესპანელის წინააღმდეგ.
თუ რუსი ქართველის წინააღმდეგ. არა მგონია, მათ უბრალოდ საუკეთესო ბრძოლას სურთ. ისლამს აქვს უპირატესობა ჭიდაობაში. ილიას ცალსახად აქვს უპირატესობა კრივსა და დარტყმის ზალაში. ამაზე საუბარიც არ ღირს. მაგრამ ისლამი ბევრად დიდი ბიჭია. უკეთესი გრეპლინგი და შესაძლოა უკეთესი ჯიუ-ჯიტსუ აქვს, თუმცა მთავარი ზომაა. მეორეს მხრივ, ისლამი ერთხელ ნოკაუტში ჩავარდა ადრიანო მარტინესთან. ყველას შეიძლება მოხდეს და დავარდეს, მაგრამ ილიას ეს ჯერ არ მოსვლია. მახაჩევს კი მოუვიდა და მარტინეს არ ქონია ესეთი ძალა, როგორიც ილიას აქვს. ილია კი სულ ლაპარაკობს, იწვევს კროუფორდს, ამბობს, რომ ისლამს ხაბების თვალწინ დააახჩობს და ამ დროს გაიღიმებს. ამას უკეთესად ვერც დაწერდი. ორი წონის ჩემპიონი თავიანთ პრაიმში, თეთრი სახლის გაზონზე პრეზიდენტის წინ. ყველანი ამას უყურებთ. იმედია იქ ვიქნები. დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ. ვინ მოიგებს? საერთოდ მოხდება ეს ბრძოლა? თუ ჯასტინმა უნდა მიიღოს შანსი. მე მგონია, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა შედგეს. მადლობა ყურადღებისთვის. გამოიწერეთ არხი. კარგად იყავით.